მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, როგორც ხედავთ, არც თუ ისე სახარბილოდ ვითარდება მოვლენები, ჩვენგან სულ რაღაც 400 კილომეტრში და მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ ქაოსში საქართველოს ადგილი არ მოიძებნება და შევინარჩუნებს სტაბილურობას და ეკონომიკურ წინსვლას. როგორც ჩანს, დედამიწაზე საომარი მოქმედებების გარდა საინტერესო პროცესებიც ვითარდება. აი მაგალითად, ჩვენი მეზობელი ქვეყანა, კერძოდ ქალაქი სანქტ-პეტერბურგი მასპინძლობს დიდ საერთაშორისო ეკონომიკურ ბიზნეს ფორუმს, სახელწოდებით SPIEF, სადაც 137 ქვეყნის წარმომადგენელი ღებულობს მონაწილეობას. SPIEF 25 ჩატარდება იმ დროს, როდესაც გლობალური ეკონომიკა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. დაჩქარებული დილგიზაციის აუცილებლობიდან დაწყებული კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლით დამთავრებული. ფორუმი არა მხოლოდ ამ საკითხების განხილვის პლატფორმა იქნება, არამედ კონკრეტული პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავების პლატფორმაც, რომლებსაც შეუძლიათ გლობალური ეკონომიკის ახალ პირობებთან ადაპტირება. როგორც თავად წერენ SPIEF 24-ის წარმატება შთამბეჭდავი იყო. მონაწილეობა მიიღო 21,800 ადამიანმა 139 ქვეყნიდან და დაიდო 1073 შეთანხმება, რომლის ღირებულება 6,4 ტრილიონ რუბლზე მეტი იყო. როგორც რუსული საინფორმაციო წყაროები უწყებიან, განსაკუთრებით აღსანიშნავია BRICS-ის ქვეყნების დიდი რაოდენობით წარმომადგენლების მონაწილეობა, სადაც რუსეთი 2020 წელს თავმჯდომარეობდა. BRICS-ის ქვეყნების ყოფნამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, არამედ მდგრადი განვითარების და ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში ახალი ინიციატივების შექმნასაც. ეს მიღწევები ადასტურებს დიალოგის უმაღლეს დონეზე გაგრძელების აუცილებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ SPIEF 25 გახდება მთავარი ინსტრუმენტი გლობალური ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად ახალი სტრატეგიების შემუშავებისთვის. ხაზგასმით აღნიშნა ანტონ კობიაკოვმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა და SPIEF-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა მდივანმა. საინტერესოა, მომავალში ან ახლა თუ ღებულობენ ან მიიღებენ მონაწილეობას ამ ფორუმში ქართველი ბიზნესმენები და ზოგადად რა სარგებელი შეიძლება ნახოს საქართველოს ეკონომიკამ. შესაძლებელია თუ არა ინვესტიციების მოზიდვა. ამ თემაზე შევეცდებით უახლოეს მომავალში ექსპერტებთან ერთად შემოგთავაზოთ საინტერესო ანალიზი.